ოღონდ გიუბარკავია და ეს არის უბრალოდ სიმბოლურად რაღაც ძალიან მომეწონა და ჩემი უშუალოდ არის ჩემი გაკეთებული რა. შეხედეთ რა ხარისხია და რა ვიცი. ესე ახლა დათო. დიახ. მოდი აქეთ და მოიტანე შენი ვაზა. ახლა რას ვაკეთებ? მე ჩემი ვაზით ვარ, ხო ბატონო? შენ ახლა შენი ვაზით მოდი. მოიტანე შენი ვაზა. ახლა ნიცას საჩუქარი და რა არის ეს? ნუყურე. დაახლოებით 14 წლის უკან, აი ეს ვიღაცა მაჩუკა დათო. არ ვიცი ოღონდ სად, ვიღაცა მაჩუკა და ფიქრობდი რომ აქ მე ჩამიყარა ფული. გაიგე? და აქ ვაგროვებდი 14 წელი, ციხეშიც 6 წელი ხო ვიყავი, 6 წლის განმავლობაში ეს ამ კაბინეტში idო. და მოკიდება სიმძიმით ნახე, აბა რამდენი იქნება. სიმძიმით ნახე. აი, სიმძიმით ნახე რამდენი იქნება. მომეხმარეთ ეს. დადები? გახსენი აბა, აბა ვნახოთ, როდინდელი ფულია. მე ხა იდება უჭველი ძველი ლარიანები და ორლარიანებიც როა, ხო ალბათ. ყურებ. აუ, რამდენია? ნიცა, ეს 100% არის შენი. გაიგე? შენ რო დაიბადე, იმ დღეს დავიწყე ამის მოგროვება. რამდენი წლის ხარ? 9 წელი, значит? 9 წელი. ციხის 6 და პლუს 9 რა. არა, 6 წელი, 9 წელი, ხო, ზუსტად მასე გამოდის დაახლოებით ესე 10 წელი, ხო? ნიცა, მეორე iPhone 17-ის მოგივა მეგონი. ნიცა. ნიცა, აი ეს ფული არის მხოლოდ და მხოლოდ შენი და რაც გინდა ის იყიდე, დათო. მოდი ნიცა. ორე ლამბორჯინი, დათო მოდი ჩაღარე. ფერარი. აუ, რა ხმა აქვს? სახში დავთვალოთ ნიც. 10 წლის მოგროვებული თანხა. ახლა რა მინდა გითხრათ? რა მინდა გითხრათ და რა მინდა მოსახლეობას უთხრა? რა მინდა ამ ჩვენ სტუდენტებს უთხრა? რა მინდა მოსახლეობას და ახალგაზრდობას რა მინდა უთხრა? ვისთვის ცხოვრობ ჩვენ? ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შვილები კარგად იყვნენ. მაგრამ შვილებმა დედის, მამის, ბებიისა და ბაბუის შრომა უნდა შეაფასონ. ჩვენ რას ვითხოვთ? ჩვენ არაფერს